რუსეთი უკრაინაზე საჰაერო იერიშების მიტანას აგრძელებს. 21 ოქტომბრის დილის საათებში რუსმა სამხედროებმა იერიშები მიიტანეს უკრაინის ქალაქ ხერსონზე. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსული სამხედრო იერიშის შედეგად ხერსონში 3 მოქალაქე დაშავდა. ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ადგილობრივი სკოლის შენობა, სადაც 2 სართული ჩამოინგრა. 2 სართული ჩამოინგრა. სახურავი, კედლები და ფანჯრები მთლიანად ჩამონგრეულია. ყველაფერი დაზიანებულია. უბრალოდ არაფერი აღარ დარჩა. 21 ოქტომბერს რუსულმა არმიამ უკრაინის კიდევ ერთ ქალაქს ხარკივს მართვადი საჰაერო ბომბების გამოყენებით შეუტია, რის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა და 15 საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. ქალაქ ჩერნიჰივში კი რუსმა სამხედროებმა საჰაერო იერიშები მიიტანეს ენერგეტიკულ ობიექტებზე. რეგიონის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ელექტროსადგურების შეკეთებაზე ადგილობრივი ელექტროტექნიკოსები მუშაობენ. ეს პირველი შემთხვევა არაა, რაც რუსული იერიშების შედეგად მათ ერთი და იგივე ელექტროხაზებისა და სადგურების შეკეთება უწევთ. ჩვენი ამოცანაა დაზიანებები შევაკეთოთ და მოსახლეობა ელექტროენერგიით უზრუნველყოთ. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, სულ ესაა. ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როცა იმას კიდევ ანადგურებენ, რაც უკვე აღადგინე, მაგრამ ეს ჩვენი საქმეა. ვინ გააკეთებდა ამას თუ არა ჩვენ? სხვა ამას ვერავინ გააკეთებს. რუსული იერიშების ფონზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ ისაუბრა შორმანძილზე მოქმედი ტომაჰავკის ფრთოსანი რაკეტების მნიშვნელობაზე. ვოლოდიმირ ზელენსკის მიაჩნია, რომ მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატებიდან ტომაჰავკების შეძენის საკითხმა აქტუალურობა დაკარგა, რუსეთმა იერიშები გააძლიერა და დიპლომატიურ მოლაპარაკებებს კიდევ უფრო დაშორდა. ფრონტის ხაზს შეუძლია დიპლომატიურ მოლაპარაკებებს შეუწყოს ხელი. ამის ნაცვლად რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ დიპლომატიას აარიდოს თავი. როგორც კი ჩვენთვის, უკრაინისთვის, შორმანძილზე მოქმედი იარაღის საკითხი ნაკლებად აქტუალური გახდა. რუსეთის ინტერესი დიპლომატიის მიმართ მაშინვე გაქრა. ეს იმაზე მეტყოლებს, რომ სწორედ შორმანძილზე მოქმედი იარაღის საკითხია მშვიდობის აუცილებელი გასაღები. რაც უფრო მეტი შორმანძილზე მოქმედი იარაღი ექნება უკრაინას, რუსეთი უფრო მეტად მოინდომებს ომის დასრულებას. ამ კვირებში ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ტომაჰავკების საკითხის განხილვა ერთ-ერთი მთავარი ინვესტიცია გამოდგა დიპლომატიის ჩვენ რუსეთი ვაიძულეთ ეჩვენებინა, რომ ტომაჰავკი სწორედ ისაა, რასაც ისინი სერიოზულ საფრთხედ აღიქვამენ. უკრაინაში მიაჩნიათ, რომ ვიდრე რუსეთი პირდაპირ საფრთხეს არ იგრძნობს, ის მოლაპარაკებების მაგიდაზე არ დაჯდება.